გამარჯობა YouTube. ეს არარეალური ისტორია სამ მეგობარზეა და იმაზე თუ როგორ დაეხმარა თანამედროვე ტექნოლოგიები ერთ-ერთ მათგანს. ჩვენ უამრავი ფილმი გვაქვს ნანახი იმის შესახებ თუ როგორია უკაცრიელ კუნძულზე ყოფნა. სასიამოვნო რა თქმა უნდა ძალიან ცოტაა. ახლა კი წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ადამ ჯონსონის ადგილას. წარმოიდგინეთ რომ მოგიწიათ იგივეს გადატანა რაც მან გადაიტანა. მან 9 წელი გაატარა უკაცრიელ კუნძულზე და გადარჩა ერთ-ერთი საუკეთესო გამოგონების Google-ის რუკების წყალობით. ყველაფერი დაიწყო 2006 წელს, როდესაც ადამ ჯონსონი და მისი ორი მეგობარი სამოგზაუროდ წავიდნენ. მათ დაგეგმილი ჰქონდათ მშობლიური ლივერპულიდან ჰავაიმდე გაცურვა. უნდა გადაეკვეთათ ატლანტის ოკეანე და პანამის არხი. მგზავრობის პირველმა ნაწილმა მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ შემდეგ მოულოდნელი რამ გადახდათ თავს. როდესაც წყნარ ოკეანეს მიუახლოვდნენ, ისინი მძიმე შტორმში მოხვდნენ, რომელმაც მათი იახტა და ელექტრონული მოწყობილობები დააზიანა. ადამის მეგობრები წყალმაწა იყო, ხოლო თავად ადამმა დარტყმისაგან გონება დაკარგა. 17 დღის განმავლობაში მიჰქონდა ოკეანეს ნავი, სანამ ის უკაცრიელ კუნძულზე არ მივიდა. პირველი დღეები ადამიანისთვის განსაკუთრებით რთული იყო. ის ამისთვის მზად საერთოდ არ იყო. მას მოუწია იახტიდან 2 კვირის სამყოფი წყლების გამოტანა, შემდეგ კი მოწყობილობის აშენება წყლის შესაგროვებლად. შედეგად ის წუთში 1 წვეტ წყალს იღებდა. ის ასევე აგროვებდა და ინახავდა წვიმის წყალს. როდესაც მისი იახტის ნაწილებისგან შემდგარი შეუფერებელი თავშესაფარი ჩამოინგრა, მას ახლის აშენება მოუწია. მას დასჭირდა 11 კვირა, რათა ბასრი ნიჟარით ჩამოეგდო ხე. მთავარი პრობლემა საკვები იყო. საკვების ძიებაში ადამმა აღმოაჩინა, რომ კუნძულზე 8 გარეული თხა იყო, მაგრამ მათზე ნადირობა შეიარაღების გარეშე რთული აღმოჩნდა. იგი ცდილობდა ესწავლა მშვილდისარი, მაგრამ მასალა არასაკმარისად ძლიერი აღმოჩნდა. ყველაზე მეტად ადამიანს მაშინ გაუმართლა, როცა ბუჩქში გაჭედილი თხა აღმოაჩინა. ადამიანისთვის არასასიამოვნო იყო თხის მოკლა. მისი სიტყვებით 15 წუთი დასჭირდა, რათა ცხოველი მოეკლა. ეს მისთვის ამაზრზენი იყო. სამაგიეროდ 50 კილო ხორცი მიიღო. ნადირობა დიდ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვდა. ადამი გვიყვება, რომ მას სჭირდებოდა გაუფლიანება, რათა ფორმა შეენარჩუნებინა. ამისათვის ის აქტიურად ვარჯიშობდა. ვარჯიშის შემდეგ კი სანაპიროზე 300 მეტრს დარბოდა. მაგრამ ადამიანისთვის ყველაზე რთული ფსიქიკური ტანჯვა აღმოჩნდა. იგი სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით მარტოობისგან ჭკუიდან იშლებოდა. იზოლაციის მუდმივი გრძნობა და რწმენა იმაში, რომ არასდროს იპოვიდნენ და გადაარჩენდნენ, ადამიანს შიგნიდან ჭამდა. ამიტომ მან 3 მეტრიანი სოს ნიშანი დაწერა, მაგრამ მიაჩნდა, რომ ეს არასაკმარისად შესამჩნევი იყო. ადამიანს იმედი ჰქონდა, რომ მას რომელიმე გადაფრენილი თვითმფრინავი შეამჩნევდა. საბოლოოდ ხსნის დღეც დადგა. ერთხელ ადამიანმა მისდა გასაკვირად გაიგონა თვითმფრინავის ხმა. მან გაუჩერებლად დაიწყო ხელების ფრიალი. თვითმფრინავიდან მას პაკეტი გადმოუგდეს, სადაც იყო წყალი, რაცია, საჭმელი და პირველადი დახმარების წამლები. როდესაც ადამიანმა რაცია ჩართო და დაუკავშირდა პილოტს, მისი ხმა იყო პირველი ადამიანური ხმა, რომელიც მან 9 წლის შემდეგ გაიგონა. საუბრის დროს ის დაინტერესდა თუ როგორ იპოვეს. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა მოზარდმა მინესოტას შტატში დაინახა მისი სიგნალის სოს Google-ის რუკებში და ეს დაუყოვნებლივ შეატყობინა ხელისუფლებას. ასე იხსნა თანამედროვე ტექნოლოგიამ ადამიანის სიცოცხლე. ამით დღევანდელი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს შეფასება. მე კი მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. დროებით.